რეჟიმის ბოლო ჟამი ივანიშვილის დღის წესრიგი ყველანი ციხეში. სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს უშვებენ ციხეში რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, პირბადე გამოცხადებულია დანაშაულებრივ ნივთად და სისტემა ჭამს საკუთარ ხალხს. Აი ამ დროს რის იმედი შეიძლება ქონდეს უბრალო მოქალაქის კეთილსინდისიერ მშრომელ ადამიანს. ალბათ არაფრის, იმიტომ რომ ხედავს როგორ ანადგურებს ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს, მისი ოჯახის ნდობით აღჭურვილ პირებს და მათ შორის ქოცებს აუგრძალა თანაგრძნობის გამოცხადების უფლება ჩამოართვა. არა აქვთ უფლება რომ მხარდაჭერა სოლიდარობა გამოუცხადონ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს. რატომ? იმიტომ რომ ქართულ ჯიგრულ პონჩი კორუფცია, ბიუროკრატიის ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრება და ხალხის ხარჯზე ქოცელიტის შექმნა აღმოჩნდა ივანიშვილის სისტემა რეალურად რუსული ხაფანგი და ამ ხაფანგში არის ყველა ქოცი არის ამ ხაფანგში. არ არის შორს ის დრო, როდესაც ივანიშვილი მდინარაძე კობახიძესას გამოაცხადებს დამნაშავეებად, დღეს მათ ანზორ ჩუბინიძის ხელით აკონტროლებს, ხვალ გადააგდებს და ვიხილავთ სხვა სერიებსაც. და თუ გვინდა ის უსამართლობა დავასრულოთ ამ ქვეყანაში, ერთადერთი გზა არის ერთიანობა და წინააღმდეგობა. და ქოცებო, ცოტა დაფიქრდით, სად მიდის ეს ქვეყანა და ან ვინ გაძლევთ გარანტიას იმისა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსებაზე აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ თქვენც არ გაქვთ მე მგონი ამაზე პრეტენზია.